მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ადამიანის გონება ეს არის უსაზღვრო ენერგეტიკული პორტალი, რომელიც მუდმივად აფრქვევს ვიბრაციას სამყაროში. ჩვენი ყოველი აზრი წარმოშობს ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რომლებიც რეალურად ცვლიან სხეულის ქიმიას, უჯრედების აქტივობასა და მთლიანად ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. როდესაც ჩვენი აზროვნება არის სავსე სიყვარულით, მადლიერებით, სიმშვიდითა და პოზიტიური განწყობით, ჩვენი ტვინი გამოყოფს ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც ამაღლებს იმუნიტეტს, აჩქარებს უჯრედების განახლებას და ხელს უწყობს შინაგან ჰარმონიას. სწორედ ამ დროს სხეული ემორჩილება გონებას და იწყებს საკუთარი თავის განკურნებას. მაღალვიბრაციული პოზიტიური აზრები ააქტიურებენ ისეთი ჰორმონების გამოყოფას, როგორიცაა სეროტონინი, დოფამინი და ოქსიტოცინი. ისინი ამშვიდებენ ნერვულ სისტემას, აძლიერებენ იმუნიტეტს და უჯრედებს აძლევენ ძალას განახლებისთვის. ეს კი პირდაპირ კავშირშია ჩვენს ჯანმრთელობასა და ბედნიერებასთან. ამ დროს სხეული თავს გრძნობს დაცულად, ენერგიულად და დაბალანსებულად. მეორე მხრივ, დაბალი სიხშირის აზრები, შიში, ბრაზი, შფოთვა, თვითკრიტიკა ორგანიზმში წარმოქმნის სტრესულ რეაქციას, იწვევს კორტიზოლისა და ადრენალინის ჭარბად გამოყოფას, რაც დროთა განმავლობაში აუარესებს ადამიანის სხეულის ფიზიკურ მდგომარეობას, ამცირებს იმუნიტეტს და აფერხებს კეთილდღეობას. ამიტომაც აზროვნება არ არის მხოლოდ მენტალური პროცესი, ის არის ენერგეტიკული ვიბრაცია, რომელიც ქმნის რეალურ ფიზიკურ რეალობას. ჩვენი ჯანმრთელობა იწყება გონებიდან. აზროვნების სიხშირეზე კიდევ უფრო დიდი ძალა აქვს მტკიცე რწმენას. რწმენა ეს არის შინაგანი დადასტურება, რომ რეალობა, რომელიც გსურს, უკვე არსებობს და ის შენშია. როდესაც ადამიანს სჯერა არა უბრალოდ გონებით, არამედ გულით, უჯრედების დონეზე მისი ენერგია ხდება მტკიცე, თანმიმდევრული და მოქმედი. რწმენა მოქმედებს როგორც სიგნალი, რომელიც მთლიანად მართავს სხეულის სისტემას. იწყება აღდგენა განახლებისა და ჰარმონიზაციის პროცესი. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი რეალობა იქმნება იმ შინაგანი რწმენიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს საკუთარ ძალაზე, ღირსებაზე და მთელ სამყაროზე. შეგნებული და კარგად გაცნობიერებული ამაღლებული აზროვნება და ურყევი რწმენა ქმნის ჯანმრთელ სხეულს, ძლიერ ენერგეტიკულ ველს და ღრმა შინაგან სიმშვიდესა და ჰარმონიას. და როცა ამ მდგომარეობას აღწევ, აუმჯობესებ არა მხოლოდ შენს ფიზიკურ ჯანმრთელობას, არამედ ქმნის სასურველ რეალობას. თვითდაკვირვება, აზროვნებისა და ემოციების კონტროლი, პოზიტიური აფირმაციები, მედიტაცია და მადლიერების პრაქტიკა ეს არის მარტივი გზები აზროვნების სიხშირის ასამაღლებლად, რაც პირდაპირ აისახება ადამიანის ფიზიკურ სხეულზე, მის ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე. ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ვიდეო და გააზიაროთ. დიდი მადლობა. გისურვებთ უსაზღვრო ბედნიერებას.